მარიამ, იქ იმყოფებოდით, გითხარით, ვინ მოგაყენათ ფიზიკური შეურაცხყოფა და რას მოჰყვა ეს დაპირისპირება? სასამართლო დარბაზში შიგნიდან ერთ-ერთმა მანდატურმა მიკროფონით მოუწოდა დავით მარტიაშვილს, რომ განაჩენის გამოცხადებისას შიგნით შემოსულიყო. დავით მარტიაშვილი შიგნით შემოვიდა და გამოყარა ძალის გამოყენებით შიგნით და განსაკუთრებით ის იყო აგრესიული ზუგდიდელი აქტივისტების მიმართ, ვისი ვინაობაც სავარაუდოდ მან დააიდენტიფიცირა წინასწარ და ერთ-ერთ ჩვენს აქტივისტ და მედროშეს შალვა ესართიას უთხრა ესეთი სიტყვები, რომ იქ იბლატავე, სადაც გაგსვლია დაახლოებით ესე და სრულ მკითხეთ, სად მან პასუხი არ გაგვცა და შემდეგ უბრალოდ გადავედით იმაზე, რომ თქვენ ძალიან კარგი ხართ, არავინ არ გეხებათ, რაღაცა ვაქებდით, ვადიდებდით, თუმცა მას ნერვებმა მაინც უმტყუნა, როცა უკვე გამოგვაგდეს შენობიდან დავით მარტიაშვილმა პირდაპირ მომითითა, რომ აი ეს ყველაფერი ზუგდიდში გამეკეთებინა, რის გაკეთებასაც აქ ვცდილობდი. ამის შემდეგ კიბეებზე როგორ ჩამოგვათრიეს, რომელიღაცა მანდატურმა, იმიტომ რომ უკვე ვეღარაფერს ვეღარ ხედავდი, ყელში ჭამიჭირა, წამაქციეს და ამ წაქცევის შემდეგ რამდენიმე ადამიანი იყო სავარაუდოდ, იმიტომ რომ რამდენიმე ხელი მხვდებოდა ცხვირში და შუბლზე. მუშტი არ იყო, ეს იყო გაშლილი ხელის დარტყმა იყო ესე და თქვენთვის მედიებისთვის დღეს ეს სივრცე იმიტოა დაკეტილი, რომ დავით მარტიაშვილს აი ამის ფუფუნება კონდეს და იმის ფუფუნება კონდეს, რომ თავისი მანიაკალური სურვილები აი აქ უბრალო ადამიანებთან და მოქალაქეებთან დაიკმაყოფილოს. დავით მარტიაშვილი არის ჩვეულებრივი სოციოპათი, მანიაკი, რომელიც არის საზოგადოებისთვის საშიში.